გამარჯობა, დღეს არის უცხოელი პროტესტის 113 დღე. ჩილაძის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე. გზა გადაკეთეს მოქალაქეებმა, სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ელენე და მასთან ერთად ცხოვრობ დააკავეს კიდევ რამდენიმე მოქალაქე. აქამდე ასევე დააკავეს ორი გოგო, რომელიც ტროტუარზე პარლამენტთან გაშალეს ბანერი წარწერით აწუხელიძე უკდავია. ამის შემდეგ პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა. მოქალაქეები კვლავ განაგრძობენ შეკრებას რუსთაველის გამზირზე, რაც არის პროტესტის უცვლელი ლოკაცია. Yeah.
დღეს პარლამენტის შენობაში თეატრალური დღეს პარლამენტის შენობაში განიხილებოდა თეატრალური კომისია განიხილავდა 2008 წლის ომს, სადაც ყავდათ გენერალური მოწვეული. სწორედ ამას მოყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. ისინი გამოვიდნენ განცხადებით, რომ ვერ აიტანენ რუსული რეჟიმის მიერ აგვისტოს ომის გენერლების გასამართლებას რუსეთთან ომის გამო. 4 საათზე იყო დღეს დაგვიანებული აქცია, მოქალაქეები თავად შეიკრიბნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, მოგვიანებით კი გადმოინაცვლეს ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც პოლიცია უკვე უზღუდავდა მათ გზის საუნაწილოზე გადასვლას, ტროტუარებთან დააყენეს პოლიციის კორდონები. მოქალაქეები მანქანებს, რომლებიც გამოდიოდნენ პარლამენტის შენობიდან, აცილებდნენ შეძახილებით მონებო. მოგვიანებით დააკავეს 2 მოქალაქე, როგორც უკვე ვთქვი, იმის გამო, რომ პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე გაშალეს ბანერები, წარწერით კანწუხელიძე უგდავია. მას შემდეგ დააკავეს ელენა ხოშტარია, მოგვიანებით მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი, რასაც კიდევ მოყვა რამდენიმე ადამიანის დაკავება სავარაუდოდ. აქცია სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მომავალი მარშიც. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან უწყვეტად მიმდინარეობს 13 იანვრიდან ეთერის მოთხოვნით აქციები. ისინი საჯარო დისკუსიების ფორმატით სხვადასხვა თემას განიხილავენ პირველი არხის შენობის მიმდებარედ. ასევე დღეს 28 მარტს პირველ საათზე იყო მაღაროელების აქცია, რომლებიც შეიკრიბნენ დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. 28 თებერვლიდან მოგეხსენება ჭიათურაში მიმდინარეობს მაღაროელებთა პროტესტი და მათი მოთხოვნების სამინისტროს მიმართ იყო შემდეგი, რომ სასწრაფოდ დაინიშნოს სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის ხდომა და მაშინ მონაწილეობა მიიღონ მათ შორის მაღაროელებმაც და მინისტრი შეხვდეს მაღაროელების საინიციატივო ჯგუფს და სასწრაფოდ ორგანიზეს ჭიათურის მოსახლეობის საკვების უზრუნველყოფა. იანვარში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა, რომლის ხოვლებაშია ყველა მაღარო ჭიათურაში არსებული, შეჩერა დროებით მუშაობა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. 7 მარტს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ და ჯორჯიან მანგანესთან შეთანხმებით განაცხადება გავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახდებოდა. სწორედ ამას მოყვა ჭიათურელების მხრიდან, მაღაროელების მხრიდან პროტესტი. ისინი ერთ თვეზე მეტია ვერ იღებენ იმ 60%-იან ანაზღაურებას, რომელსაც აქამდე იღებდნენ. ისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ.
როგორც ხედავთ, პოლიციის კორდონი არის ახლა ჩიტაძის ქუჩაზე განლაგებული. ასე დღეს არის დაგეგმილი სტუდენტების აქციაც და გმირთა მოედანზე არის დაგეგმილი აქცია სახელწოდებით დიდება გმირებს 7 საათზე. საერთოდ ეს აქციებიც სულ მალე შემოუერთდებიან რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს. მაგარი манипуляция ჩამოტანა.
Carlos, go! Amis bravo, komik idam. Al